Გაგვეცანი? სოსო გელაძე. სასიამოვნოა. სოსო რა შვები სოსო? ვერი. ჩვენიერი რა ხერი? იუზას. გამარჯობა. გამარჯობა. რას მღერი? რითი უნდა გაგვაოცო? სიმღერი. რას მღერი? იუზას. დიდი ხანია მღერი ხარ საერთოდ? პირველად. პირველად მღერი ხარ აქ? მალი ახალი წელი თავზე დაგოთენდება როგორი მეკლეცროა ისე დაგებედება მითხარია ახალწელს მეკლეთვინ მოუხდება მამა ჩვენის მეგობარი დახშარი ეს არის იუზა მე რა რომ ერთი თვალი აქვს და ხუთაკლია იუზა მიცის რო აქ ხარ? იუზა კეთილად ხარდება ეკობოდა რომ პირველად გამოხვედით სცენაზე მართლა დია დაგემშვიდობებით ნამდვილად არა იქნება რა იუზა რა ცალი თვალი აქვს ვაიმე დედა შემდეგი ვინც ნიჭიერის სცენაზე გავა მარიამ სიგუაა. ამბობს რომ დიდი ხანია მღერის და ეს საქმეც კარგად გამოსდის. მე ვარ მარიამ სიგუა, 16 წელს, ქალაქ თბილისიდან. გამოსვლა ძალიან ბევრ კონცერტზე და რა ვიცი, მაქვს ინტელექტი იმის, რომ ვიმღერო ცირკზე. და როგორ უნდა მოვიღო ცინას. გაგვეცანი თუ მარიამ სიგუა რით გაგვაოცებთ რა უნდა შეგვისრულოთ ბესო კალანდაძის სიმღერა სენძელა. მანუ მღერი ხარ დიდი ხანია პირველ კლასიდან მღერი სცენებზე ყოფილ ვარ კონცერტებზეც გამოსვლა ხო დაიწყეთ ბატონალობაში მღერი ხართ და არასწორად. სიმღერა ძალიან კარგია, მაგრამ ნამღერზე რა მოგახსენოთ? სოფო, შენ კი სამბობ თუ არა? არა. მე თამბობ არა. სამი არა. მიუხედავად თავდაჯერებულობისა, მარიამი შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. აი ვანო ჯავახიშვილისგან კი ამ სიმღერის საინტერესო ვერსია მოვისმინეთ. შემდეგი მონაწილე აი ეს თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა კოკი კობახიძეა რომელსაც ერთობ უცნაური განზრახვა ამოძრავებს მე ვარ კოკი კობახიძე 26 წლის რაჭის მთებიდან მინდა წვიმად მოვიდე მე მინდა გავაკეთო ისცენირება მულტფილმის მეწვიმად მოვალ თვითონ აპირებ იყო თოვლის გუნდას როლში მე მითხარი რასაკეთებ? მულტფილმი როა რა მეწვიმად მოვალ მაგის ხო საბავშვო მულტფილმი როა ხო მაგის დადგომინდა კაი დაიწყებ თოვლის გუნდა მე თამაშოს ვისაც უნდა გარცის არტყელა ნამდვილია მართლა? Thank you.
წითელს დავაჭირე და იმედია მაგუნდას არ მისვრი ახლა ხო? შენ რაღაცა. არ დავმთავრებია. თეთრი თოვლის გუნდები ერთმანეთს ეფიქრები საქართველო ჩვენო სანატრელო მუდამ ერთად ვიქნებით ყანწი ერთად გავულით თოვლიან გზებს არ შეგვცვდება გაუათბობს ზე მეგობრებო გაუმარჯოს ვინც შიშმა ვერ დახარა ფეხსი ავდგეთ მადაგზელო საქართველო ჭაღარა ეს ჭაღარა თოვლია თოვლი მზისგან გადნება ახალგაზრდა საქართველოს წინ ვერავინ დადიოდა გოგი ბოლოს ადრეგზელო იყო არაჩვეულებრივი კარგი იყო მაგრამ მანამდე აი ეს ამბავი ვერ გავიგებ მე მაპატიე კარგი გადავიდეთ შეფასებაზე იცი რა მე არა უნდა ვთქვა მეც იგივე შევიტყვი და ვიტყვი არას ჩემ ხმას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თუმცა ვაპირებდი ის თქმას ხვანჯგარაზე არ დაგვეწოდით ეგ ცოტა მე რა მოვჭი გოგიმ ნიჭიერის სცენაზე ბავშვობის დროინდელი მულტფილმი გააცოცხლა. გოგის ნომერს თან სდევდა ნოსტალგია, ცოტა სევდა და სითბო. ალბათ ეს ის გრძნობებია, რომლებმაც მთელი დარბაზი ფეხზე წამოაყენა. რეკლამის შემდეგ. ჯიური ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე. მე მგონია რომ ამოწურა მაგან თავის თან. ესეთი შეცდომა მე მგონი აღარ უნდა დაუშვა. მონაწილეების რაოდენობა განახერხდება. ვინ მიიღებს ჟიურისგან საბოლოო კის და ვისთვის დასრულდება ნიჭიერი? ეგასიმეში თქვენ ვეღარ აგრძელებთ კონკურსს. ჩახვდებით მეორე ტურში. საბოლოო გამოცდა მეორე ტურში გადასული მონაწილეებისთვის. ერთადერთი შანსი და მხოლოდ 5 ვაკანტური ადგილი ნახევარფინალში. აი მე რასაშინელება ყოფილა ეს მეორე ტური. ვინ აღმოჩნდება იღბლიან ხუთეულში?